ჩვენთან ხაზზეა ნიკოლოზ ხატიაშვილი ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი და გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელსაც ეს ორგანიზაცია ავრცელებს. გლობსეკის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი სპეციალური მიწვევით იმყოფება. ის გლობსეკზე შეხვდა სხვადასხვა ლიდერებს, მათ შორის ჩეხეთის პრეზიდენტს პეტერ პაველს, მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს, ჩეხეთის სენატის თავდაცვისა და უსაფრთხოების მაღალჩინოსანს პაվել ფიშერს და როგორც ინიციატივა ჯერ საქართველოსთვის იტყობინება, ნიკოლოზ ხატიაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოში არსებულ კრიზისსა და ეროვნული ინტერესების შესახებ ესაუბრება. პრაღაში გამართული უსაფრთხოების კონფერენცია დროში ემთხვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პასეს მონიტორინგის კომიტეტის შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის რღვევასა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ გაკეთებული განცხადების ირგვლივ. რეზოლუციის პროექტში გამოხატულია სინანული, რომ არ არის გათვალისწინებული ასამბლეის არც ერთი გადაუდებელი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ასევე პასეს რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ დემოკრატიის მუდმივი რღვევა სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზადყოფნასთან დაკავშირებით დაიცვან საქართველოს წევრობის ვალდებულებები და ევროსაბჭოში გაწევრიანების პირობები. მაშინ ასე ვიწყებთ საუბარს ბატონ ნიკოლოზ ხატიაშვილთან. ბატონ ნიკოლოზ, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. ჯერ მოგვიყევით გლობსეკის შესახებ. ეს არის უსაფრთხოების ფორუმი, რომელსაც ძალიან ბევრი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი ესწრება. თქვენ ხართ იქ, მაგრამ არ არის საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი. იყო თუ არა მოკითხვა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, სად არიან ისინი ან რატომ არიან? ჩვენ ვიცით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და მათ შორის დღეს გაკეთდა შალვა პაპუაშვილის მხრიდან კიდევ ერთი გამაუგნებელი განცხადება, რომელიც ეძღვნება ევროკავშირს და ევროპელ პოლიტიკოსებს. რა სიგნალებია ეს? მოგესალმებით ეს მაყურებელს. გლობსეკი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს მეთოდებს სოფლიოში წამყვან უსაფრთხოების ფორუმს, სადაც სტრატეგიულ დონეზე ხდება მაღალი დონის დელეგაციების შეკრება და უცხოელი მასალი პოლიტიკური დისკუსიის ჩამოყალიბება, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უდგება და იმ ნაბიჯების დანერგვა, რასაც ისინი გადადგავენ გლობალური უსაფრთხოების პროცესების კრიზისში. ლევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა არის თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ევროპის უსაფრთხოებას და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება მოხდილია შავი ზღვის რეგიონზე, სადაც საქართველოს მოიაზრება მნიშვნელოვან აქტივობას. რაც შეეხება კონტინენტური ოცნების წარმომადგენლების დასწრებას, როგორც საქართველოს წარმომადგენლები ზოგადად ამ დამოკიდებულია ამ ღონისძიებაზე წელს მიუხედავად ფინანსებში მათი მონაწილეობისა, წელს ინიციატივა საქართველოს არის წარმომადგენელი ასევე თავისუფლების მოედის წარმომადგენლებიც იმყოფებიან ამ ფორუმზე და ეს არის ასე ვთქვათ ის წარმომადგენლობა საქართველოსთან, რაც არის დღეს ფორუმი, რაც ესწრება დღეს ფორუმს. ბატონ გიორგი, თქვენ შეხვდით პეტერ პაველს, მაია სანდუს, ბატონ ნიკოლოზ, რაზე ესაუბრეთ ამ ადამიანებს და რა ინტერესი აქვთ მათ საქართველოს მიმართ? როგორ იციან რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში? მე მესმის, რომ ხარდაჭერას გამოხატავენ ქართველი ხალხის მხრიდან, მაგრამ ეს სიტყვა რომ არ იყოს ლოზუნგი, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი? პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ჩვენი მონაწილეობის მიზანი რა არის. პირველ რიგში ჩვენი მოდიჯე საქართველოს მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარება საერთაშორისო დონეზე და ახალი დღის წესრიგის ჩატანა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გსურს რომ დავანახეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ის რომ საქართველოს გზად არის სულებებისთვის, ის დავანახოთ რომ საქართველოს არის ძალები, რომელსაც შეუძლიათ ქვეყნის რადიკალური ტრანსფორმაცია და მისი დაბრუნება იმ ლიანდაგებზე, რომელზეც წლების განმავლობაში იდგა და დავანახოთ ასევე ის, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს დაბრუნოს რეგიონულ ლიდერად, როგორც დემოკრატიის, ასევე სხვა მიმართულებებით. რაც შეეხება პარტნიორთა კომუნიკაციას, ძირითადი საუბარი სწორედ იმ საკითხებზე თურმეობდა, რაც გულისხმობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და სწორედ მოგაცნობთ კომუნიკაცია იმისთვის, რომ როდესაც საქართველოში მიღება ცვლილებები და შესაძლებელი იქნება ქვეყნის დაბრუნება იმ
ნიადაგებზე, რომელსაც ქვია დემოკრატიული ჩარჩო, ხო ანუ ჩვენი მიზანი არის რომ საქართველოს კვლავ დარჩეს დის წესრიგში და როდესაც ცვლილებების დრო მოვა საქართველოს შეიქმნა ისეთი ბაზისი, რომ საქართველოს მარტივად შეძლოს ამ კრიზისიდან, დღევანდელი კრიზისიდან, იზოლაციიდან გამოსვლა და სწრაფად მოახდინოს ქვეყნის განვითარება როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე დასავლეთის ინტეგრაციის კუთხით. დასავლეთის პარტნიორებისგან მე დღესაც მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა და ერთი მესიჯი არის ძირითადად რომ თავარი არის საქართველოს დაუბრუნდეს იმ სწორედ დემოკრატიულ ჩარჩოს თუნდაც როგორც ის იყო 2023 წელს და ჩვენ გზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ ეს და ეს დახმარება არ გამოიწვება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც განცხადებებში და პოლიტიკურ ხარდაჭერაში. ეს ხარდაჭერა შეიძლება გამოხატოს უშუალოდ ხელშესახებ შედეგებში, რაც გულისხმობს ფინანსურ ხარდაჭერას, რეფორმებში დახმარებას, საუკეთესო გამოცდილების გაიზიარებას, მარტივად რომ ვთქვათ, ევროპელებს უნდათ რომ საქართველოს გახდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც თავისი ცხოვრების დონით გაუქანაგდება ევროპას და ამისთვის მზად არიან, რომ არაერთი პრაქტიკული ნაბიჯი გარანტებს, თუმცა ამ გზას რომ დავადგეთ, პირველ რიგში საჭირო არის ქვეყანაში ცვლილებები, საქართველოს დაბრუნება დემოკრატიულ ჩარჩოში და გაგრძელება იმ კურსის, რასაც ითხოვს ქართული საზოგადოება. ბატონ ნიკოლოზ, მე მინდა გთხოვოთ მოვისმინოთ ერთად შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მან დღეს პასეს რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელიდან მიღებულ წერილთან დაკავშირებით გააკეთა და დაგიბრუნდებით პარალელურად ხმასაც გავასწორებთ ხარვეზებით მოდის. 25 წლამდე ევროპას ფაშისტური სახეც ჰქონდა, შემდეგ ეს სახე შეიცვალა და დაემსგავსა იმ ევროპას, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ახლა თუ ახლა ხედავთ, რომ მას კვლავ გამოწვევები აქვს, ცივილიზაციური გამოწვევები. ისინი მიექანებიან ცივილიზაციური უფსკულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს და რა თქმა უნდა, ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვერ ხედავთ საქართველოს მონაწილეობა. ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არ არის ევროკავშირი, ის არის უბრალოდ კავშირი სხვადასხვა ქვეყნების, როგორც იყო საბჭოთა კავშირი თავის დროზე და ხა ესეთ კავშირში ვიყავით. ეს ტერმინოლოგიური ფორმულირება, რასაც ირჩევს ზოგიერთი სახელმწიფო და მათ შორის ბრიუსელი, რომ ქართულ ხალხს, უჭერენ ხალხს, ეს არის ყველაზე დიდი დამცირება საქართველოსი, რაც არ ვიცი, მე მგონი საბჭოთა კავშირის დროს თუ გვაყენებდნენ, ან არ ვიცი, მე-19 საუკუნეში ასეთ დამცირება და ხინკალს უმზადებთ და ხაჭაპურს უცახ ჩამოდიან და მოსწონ ჩვენი ცეკვა თამაში და სუფრაზე დაგვისვამენ და თავის ჭყვაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში. ისინი სინამდვილეში მიიჩნევენ ქართულ ხალხს მეორე ხარისხოვან ერად, ეს არის ზუსტად კოლონიალისტური აზროვნება, რომ მიიჩნევენ მეორე ხარისხოვან ერად, რომელთანაც უნდა ჩახვიდე, მოახდინო მათი კოლონიზება, ასწავლო როგორ უნდა აწყონ სახელმწიფო, იმიტომ თვითონ არიან აბორიგენები. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი გლობსეკიდან გვერდება. ბატონ ნიკოლოზ, ამ განცხადების მოსმენა არა მხოლოდ პოლიტიკოსისთვის, ჩემთვის ჟურნალისტისთვის, როგორც მოქალაქისთვის არ არის ასე მარტივი. ბევრი შემხედრი პასუხი მიჩნდება. ევროპას ერთ დროს ფაშისტურ სივრცეთ მოიხსენიებს კაცი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ერქვას. როგორია თქვენი რეაქცია და იციან თუ არა საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალის ასეთი პოზიციები, ასეთი განწყობები, ასეთი რიტორიკა ევროპაში როგორია იცნობენ თუ არა რა ხალხი გმართავს დღეს ჩვენ? ეხლა ეს ასეთი ტიპის ანტიდასავლური რიტორიკას უკვე ჩვენ მივეჩვიეთ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ამაში სიახლე არ არის, კი საკმაოდ ძიმე ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ ამას სავარაუდოდ აქვს თავისი მიზანი და დატვირთვა, ხო, რომ საზოგადოებაში იგივე პირველ რიგში ალბათ ეს მიმართულია უფრო შიდა აუდიტორიისთვის და იმ საზოგადოების ნაწილისთვის, რომელიც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი, თუმცა პროდასავლურად აღიქვამს საკუთარ თავს და სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ გარკვეულწილად მოხდეს ბუნებრივად აი მას პროდასავლურ საზოგადოებაში, ქართული ოცნების მომხრეებში დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმი, ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმის გაძლიერება, ამავდროულად ეს გამორჩეველი არ დაიკარგოს და შემდეგ
ანუ რას გულისხმობთ საკუთარ ამომრჩევლებს, ვისაც უნდა ევროპა, ეუბნებიან, რომ აი კი გეუბნებოდით, რომ ღირსებით ევროპისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ რა გვინდა იმ ევროპაში, რომელიც ერთ დროს ფაშისტური იყო და ახლა ისე უბრუნდება ფაშიზმს, რა გვინდა ისეთ ქვეყანაში, სივრცეში, სადაც დანიაში ძაღლებით შლიან დემონსტრანტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს და ამას ამბობს ხელისუფლება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ღირსების გადამრჩენ სცენაზე კაჭოშას ამღერებს ოკუპანტს და დამპყრობელს და რომელიც სახეს ულეწავს თავის ახალგაზრდებს. ამის პასუხი ხომ ეს შეიძლება კონდეს იგივე საკუთარ ამომრჩეველს. ანუ ძალიან მოკლე ფეხებაა ეს ტყუილი. კი, ზუსტად აი მაგას ვამბობდი, რომ აი უნდათ რომ ბუნებრივად შექმნან ის სკეპტიციზმი საზოგადოებაში და შემდგომში ალბათ უკვე შემდეგი ნაბიჯი იქნება ევროპაზე უარის თქმის დეკლარირება. ახლა მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ კონსტიტუციაში 78 მუხლით გვაქვს გარანტირებული ჩვენი პროდასალური ინტეგრაცია, ხო, ანუ შესაძლოა სწორედ აი მაქითკენ იყოს მიმართული ეს, რომ უკვე შემზადდეს ისეთი საინფორმაციო ველი და ნიადაგი, მათ შორის ქართული ოცნების პროდასავლელი ამომრჩევლისთვის, რომ ბუნებრივად მოხდეს გაიზარდოს სკეპტიციზმი ევროკავშირის მიმართ და ამ დეკლარირების შემდეგ უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლებად მწვავე რეაქცია მოყვეს იგივე თავიანთ ამომრჩევლებში. საუბრობთ აი ეს ორი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი, რაც იწვევს ასეთი ტიპის ანტიდასავლურ პროპაგანდას, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და ასევე ეს ბოლო კვირებში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა და გაძლიერდა და ამის გარდა ვთქვით, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ევროკავშირის მხრიდან რაიმე სახის მოქმედებებს, თუნდაც გადაკვირთვაზე ურთიერთობის უარის თქმას ან რაიმე სხვას. ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება რომ დავუბრუნდეთ ისევ გლობსეკის მთავარ თემატიკას, ეს დროში ემთხვევა არა მხოლოდ პასეს განცხადება საქართველოზე, არამედ დროში ემთხვევა უკრაინა-რუსეთის ომის ისეთ უნიკალურ ფაზას, სადაც უკრაინა უკვე თავის უპირატესობას გამოხატავს ტექნოლოგიურ ომში. რა ისმის ამაზე, რას ამბობენ ამაზე ევროპელი პოლიტიკოსები და ლიდერები? დიახ, მე მქონდა უკრაინულ მხარესთანაც შეხვედრა, ასევე მქონდა უკრაინულ კომპანიებთან შეხვედრა, რომლებიც აწარმოებდნენ სხვადასხვა ტიპის ტექნიკას და პრეზენტაცია ჰქონდა თავიანთი წარმოებული ტექნიკის და ფაქტია, რომ უკრაინა ხდება ევროპის სამხედრო ტექნოლოგიური ჰაბი, მისი წარმოება უკვე უთანამდებობა ზოგ შემთხვევაში ასწრებს წამყვან ევროპულ ქვეყნებს და ასე ვთქვათ, მომავალში უკვე ევროპა განიხილავს უკრაინას როგორც ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ მომავალი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. იმიტომ ბოლო წლების განმავლობაში უკრაინამ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო რუსეთთან ომში და მისი სამხედრო და უსაფრთხოების შესაძლებლობით მისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ამას ემატება ის ფონი, რომ ნელ-ნელა უკრაინა ფრონტზე აღწევს უპირატესობას რუსეთთან კონტექსტში, ასევე რუსეთში მძიმე ეკონომიკური პირობები არის და ეს ყოველდღიურად უარესდება და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის კონკრეტული მშრალი რიცხვები, რომელიც მიუთითებს რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციაზე და ყველა ეს გარემოება და ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის გააჩნია სერიოზული პრობლემები. თავი რო დავანებოთ რუსეთის შიდა ეკონომიკურ პრობლემებს, რუსეთის გავლენებით მცირდება მსოფლიო მასშტაბით, რაც მოხდა ვენესუელაში, რაც მოხდა სირიაში, რაც მოხდა იგივე მოლდოვაში, რუმინეთში, სომხეთში, რაც ხდება ეხლა, ხო, ანუ ეს ამას ყველაფერი არის ძალიან კომპლექსური და მე რაღაც მომენტებში ვხედავ ასე ვთქვათ, საერთო კავშირებს ცივი ომის დასრულების პერიოდთანაც, იმიტომ რომ მაშინაც საბჭოთა კავშირი ზუსტად ასე მძიმე ვითარებაში იყო და მე მჯერა რომ საბოლოოდ უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, რუსეთი დამარცხდება და სწორედ ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებში ჩვენი მთავარი ამოცანა და ჯერ საქართველოს მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს შეინარჩუნოს თავისი ადგილი საერთაშორისო დღის წესრიგში და როდესაც მოვა შესაბამისი მომენტი, ჩვენ შევძლოთ და ყველა ის შესაძლებლობა ერთიანად გამოვიყენოთ, რასაც გვაძლევს და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც ჩამოყალიბდება მომდევნო წლების განმავლობაში. ბატონო ნიკოლოზ, მე შიდა პოლიტიკაში მინდა დაგაბრუნოთ საერთაშორისო ფორუმიდან. ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა
მისი ყოფილი უფროსის მოადგილე, გრიგოლი ლილუაშვილის მოადგილე, რომელიც დიდი რაოდენობით ქრთამის აღებაში არის ბრალდებული. რისი მაჩვენებელია ეს სისტემა, რომ კორუმპირებულია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არაერთი წელია, როგორც თავისუფალი მედია, ისე ოპოზიცია. შინაგან საქმეთა უпростоრეთ უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე ფიგურირებდა თავის დროზე კრებსების საქმეში. სწორედ ეს ადამიანი იყო ის, ვინც ამ კრებსებს აგროვებდა ბიძინა ივანიშვილისთვის. მიგაჩნიათ თუ არა, რომ როცა უსაფრთხოების უშიშროების მაღალჩინოსანს იჭერენ დიდი რაოდენობით ქთამის აღებაში, ეს არ არის მხოლოდ კორუფციის საკითხი. დიახ, მე კონკრეტულად საქმის დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურის ასეთ მაღალ ჩინოსანს, სუსის მოადგილეს იჭერენ კორუფციაზე, მაშინ როდესაც ეს უწყება არის პასუხისმგებელი ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ მხრივ ბოლო წლების განმავლობაში არსებულ მანკიერ სისტემას, მმართველობის სისტემას, სისტემურ კორუფციას და ასევე მოწყვლადობას ამ სამსახურის, იმიტომ რომ თუ შენ ამ სამსახურში ყავს ასეთი ტიპის კორუმპირებული ადამიანები, ხო ანუ შენ გამოდიხარ მოწყვლადი, ხო და შენი ეროვნული უსაფრთხოება არის დაუცველი, ანუ ეს ისევ და ისევ ამის მაჩვენებელია. შესაბამისად, ხო, ნუ ასეთი ფაქტები სისტემა თვითონ დაიწყო თავისიანების, ასე ვთქვათ, ჭამა, რაც ახასიათებს ხოლმე ასეთი ტიპის მმართველობას და ვფიქრობ, რომ კიდე იქნება გარკვეული ფაქტები მომავალში. სისტემა თავის ჭამას ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისე ჩანს თითქოს, რომ თვითონ ივანიშვილი საკუთარ საყრდენებს ებრძვის. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ერთხელაც აი ამ ძირმომპალი საყრდენების დაჭერის შემდეგ ივანიშვილი თვითონ გამოვიდეს ავანსცენაზე. არის თუ არა ახლა მოახლოებული ეს პირობები და როგორ ხედავენ ამას თვითონ ევროპაში ივანიშვილის ფაქტორს? იცით რა არის მე ვერ გეტყვით ის თვითონ გამოვა სცენაზე თუ არ გამოვა ამის ვარაუდი ძალიან რთულია, მაგრამ მე მაქვს შეგრძნება ისევ და ისევ არსებული შიდა თუ გარე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება თვეების განმავლობაში გარკვეული საკადრო ცვლილებები ნამდვილად განხორციელდეს საქართველოს ხელისუფლებაში და ამის მრავალი ინდიკატორი არის და ვფიქრობ, რომ იქნება რაღაც კონკრეტული ცდილობები იმისთვის, რომ მოხდეს მოჩვენებითი განახლება, თუმცა ახალი სახეებიც რომ შემოუერთენ ამ გუნდს და რაღაც ახალი მინისტრთა კაბინეტი მივიღოთ თუნდაც ან რაღაც მოჩვენებითი ცვლილებები მოხდეს, სისტემურად მაინც ამის ასე ვთქვათ, გადახალისება რეჟიმი არ იცვლება, ხო, ამ გადაადგილებას. რეჟიმის რეალური ცვლილება, რეალური მმართველობითი სისტემის ცვლილება შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ მთლიანად ამოწურვა თავისი რესურსი და მიუხედავად ახალი სახეებისა, ცვლილებებისა თუ რაღაც ახალი განცხადებებისა თუ მიდგომებისა, ამ სიტუაციაში უკვე წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ რაიმე რადიკალურად შეიცვალოს. გასაგებია, ბატონო ნიკოლოზ, დიდი მადლობა. გელოდებით უკვე ჩვენ სტუდიაში, გლობსეკიდან დაბრუნების შემდეგ, საინტერესო ინფორმაციებით, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, ვემშვიდობებით ჯერ საქართველოს საგარეო მიმართულების ერთ-ერთ აქტიურ წევრს ნიკოლოზ ხატიაშვილს, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. რეკლამის შემდეგ უკვე გიორგი ვაშაძე შემოგვიერთდება სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე.